თანხმები დედოფლობაზე უარს. ისეთ ადამიანზე, ვინც ხელის გულზე გვატარებს და ყველა თვისებით შემკული იქნება, ხო? ანუ პირდაპირ ქრისტიანობა გვეუბნება ჩვენ მამაკაცებს, რომ თქვენი მეუღლები ატარეთ ხელის გულზე, დამყოფეთ როგორც დედოფლები. რატომ? იმიტომ რომ ხალხს ჭირდება. გინახავთ თქვენ ახლა მაგალითად რო გითხრათ ვინმე რომ არა, იცი რა თქვენ დედოფალი კი არ უნდა იყოთ. თქვენ უნდა იყოთ მეფე. და ახლა მაგალითად მე დავრჩები სახლში და ბრძოლის ველზე წადი შენ. იმხედამთავრე შენ. ეს ყველა საქმე გააკეთე შენ. ეს ხო რაღაცა ბუნების თვალებადობაა რა. ტერი რო შემოგესევა და შენი მეუღლე პირველი გარბის ბრძოლის ველზე და შენ სიტყვაზე სახლში ბავშვს აკვანს ურწევ. ეს ხო ცოტა ვერც მთლად კაცის მოვალეობაში ჯდება ზუსტად და ვერც მთლად ქალის მოვალეობაში არა? რატომ? იმიტომ რომ ბუნებითად ღვთისგან მოცემული შენ დედოფალი უნდა იყო. და რატომ ეუნება? ეხლა ნახეთ, რატომ ეუნება ცოლებს რომ მოიქეცით როგორც ბატონებს. კაცის ბუნებითი თვისება. რა უნდა კაც ყველაზე მეტად? აი ქალს გჭირდება, ქალებს ყველაზე მეტად რა გჭირდება? წინაზე, სიფაქიზე, დედოფლობა, ის უნდა გაგრძნობინოთ კაცმა. კაც რა ჭირდება ყველაზე მეტად? რომ თავი იგრძნოს ადამიანად, რომელიც ოჯახში არის ისეთი პიროვნება, რომელიც მზადაა თავი გაწიროს ოჯახისათვის. ანუ მეფე. ოღონდ ეს მეფობა არამც და არამ ჩვენ ისე უნდა გავიგოთ, როგორც მბრძანებლობა. ეს ყოვლად მიუღებელია ქრისტიანული გაგებით. მეფე, რომელიც თავს წირავს საკუთარი ოჯახისათვის და კაცი როცა თავს ოჯახში გრძნობს მეფედ და ეს კაცი, რომელიც თავს ოჯახში გრძნობს მეფედ, თავის მეუღლეს თავს აგრძნობინებს როგორც დედოფლად. ამ ოჯახშიო ყველაფერი დალაგებული. ანუ ქრისტიანობა რას გვეუბნება, რომ კაცმა მიცეს ქალს რაც სჭირდება. ანუ გახადოს იგი უსათუთესი ჭურჭელი. და ქალმა მისცეს კაცს ის რაც კაცს სჭირდება. გახადოს იგი მეფე. და მაშინ ორივე მიიღებს იმას, რაც მათთვის არის სასიამოვნო, სასიხარულო და ბედნიერების მომტანი. ამიტომაც ქრისტიანობამ თავიდანვე გვითხრა ჩვენ. ჩვენ არ გვითხრა რომ ან იომეთ, ან განსხვავებული აზრი არ გქონდეთ, უბრალოდ გვითხრა როგორები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ბედნიერები. იმიტომ რეალურად ქალი ბედნიერია, როცა თავს გრძნობს უნაზეს, უსათუთეს არსებად, დედოფლად. კაცი ბედნიერია, როცა თავს გრძნობს მეფედ. ღმერთმა დაგვიფაროს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პირიქით იქნება, რა? ამიტომაც ქრისტიანობა პირდაპირ გითხრა, ნახე ქრისტიანობა რა არის? ქრისტიანობა არის გაცემა, გაღება. არა შენ თავზე მიღება, არამედ უპირველეს ყოვლისა გაცემა. და ქრისტიანობა პირდაპირ გითხრა, რომ ნახე, შენ თუ გინდა დედოფლობა, მაშინ შენ გაეცი მეფობა. და მეფეს გითხრა, შენ თუ გინდა მეფობა, მაშინ შენ გაეცი დედოფლობა. და გამოვა, რომ ორივე მიიღებთ იმას, რაც ორივეს გინდათ. ეს იქნება ქრისტიანულიც, ეს იქნება დიდი სიხარულის მომტანიც. და ასეთ ოჯახში ყველას ეცოდინება თავისი სიხარულის მიზეზი. დედოფალი იქნება დედოფალი, მეფე იქნება მეფე. ამიტომაც ვფიქრობ, რომ აი ეს ქრისტიანული სწავლება, ჩემი აზრით, ყველანაირ იმ ადამიანურ ლოგიკაზე ბევრად უფრო ზემოთ და მაღლა დგას. იმიტომ რომ შენ აძლევს სხვას იმას, რაც მას სჭირდება. და ის გაძლევს შენ იმას, რაც შენ სჭირდება და ამით ყველაფერი ლაგდება. ყველა ალბათ თითოეული თქვენგან აი გოგონები დამეთანხმებით, რომ აბსოლუტურად ყველას გინდათ თავი იგრძნოთ კაცის გვერდზე დედოფლად. არა, ერთი სიტყვით რომ ახსნა როგორ ვიყო ბედნიერი, მე მინდა რომ თავი იგრძნო დედოფლად. ყველა ალბათ გოგონა ამას იტყვით, ხო? და ასევე კაცები, მე პირადად ვიტყვი, როგორ ვიგრძნო თავი, მე ვიგრძნო თავი მეფედ, მაგრამ დედოფლობას და მეფობა ჩვენ არ უნდა გავიგოთ, რომ რომელიმე პრივილეგია, ან რომელიმეზე აღმატებულია. არა, უბრალოდ ორივე ერთმანეთს ვაძლევთ იმას, რაც ბუნებითად ჩვენი ხასიათის თვისებაა. იმიტომ რომ ქალი დაიბადა ქალად, კაცი დაიბადა კაცად. ეს ბუნებითი ხასიათის თვისებაა, რომ მას უნდოდეს სინაზე, მას უნდოდეს რომ ხელის გულზე ატარებდნენ და კაცსაც უნდოდეს რომ ხელის გულზე ატარებდნენ. და საოცარ სიტყვებს ეუბნება მოციქული კაცებს, უფრო მეტ ჯვარს ადებს, ვიდრე შეიძლება ქალებს ადებდეს და ეუბნება რომ როგორცო ქრისტემ შეიყვარა ეკლესიაო, ხმარნოო, თქვენს ესე გიყვარდეთ ზუსტად თქვენი მეუღლეებიო. ესე იგი რა გამოდის, ქრისტემ როგორ შეიყვარა ეკლესია? თავი გასწირა მისთვის, ხო? ყველაფერი გაიგო, სისხლი დასთხია, მრავალი ლანძღვა, მრავალი ტანჯვა გადაიტანა და ჯვარს ეცვა. და ანუ წარმოიდგინე კაცებს ეუბნება რომ აი ესე უნდა გიყვარდეთ საკუთარი ცოლები და რომელი ცოლი, რომელი მეუღლე არ მოექცევა თავის მეორე ნახევარს, რომელიც მზადაა თავი გაწიროს შენთვის, შემოგწიროს მთელი სიცოცხლე, შენს ბედნიერებას შეწირო და შენს უსასუთობას შეწიროს ყველაფერი, რომელი მეუღლეს არ უნდა რომ ასეთ კაცს
თავი აგრძნობინოს როგორც მეფედ, იმიტომ რომ დედოფალი მაშინაა მშვიდად, როცა მეფე ძლიერია. ასია, ხო ესია ჩვენი ბუნებითი წესი. და კიდევ ერთი ხანდახან რომელიც უკვირთ ხოლმე. 60 სიკულეში პავლე მოციქული აი ამ ეპისტოლის სიტყვებს, რომელიც წეგან დავიწყე, ამთავრებს ასეთი სიტყვებით, რომ ცოლნო გეშინოდეთ ქმრისაო. და ხშირად რომ ჯვისტერის მსახურების დროს იკითხება ეს სიტყვები და ხშირად რომ გაიგებენ ახლა ეს გეშინოდეთ ქმრისა, გადახედავენ ხოლმე ზემოდან, ნახე რა სიტყვები თქვა, გეშინოდეს ახლა მე ვარ აქ და მორჩა. დამთავრდა ყველაფერი, გამიჯერე. მაგრამ სინამდვილეში ეს რომელი შიშია, იცით? რომ კაცრო პასუხისგებლობის ნობა გვავიწყდება, ეგ შიშია ზუსტად. იცით რომელი შიშია? კაცი, რომელიც მზადაა თავი გაწირო შენთვის. კაცი, რომელიც მზადაა სისხლი დასთხიო შენთვის. კაცი, რომელიც მზადაა თავი მთლიანად შენ მოგიძღვნას და გაგრძნობინოს დედოფლად და უსათუდეს ჭურჭელად, ასეთი კაცის დაკარგვის უნდა გეშინოდეს. და ამას ამბობს პავლე მოციქული და არა მისი სიტყვის ანუ მბრძანებლობისა. ამიტომაც ქრისტიანობამ ყველაფერი თავის ადგილას დააყენა, მაგრამ ჩვენ უნდა გავიგოთ ეს. ამიტომაც როცა თქვენ ამ არჩევნის წინაშე დადგებით, ეცადეთ, რომ ის რაც თქვენ მოგწონთ კაცებში და მათ არ ეკნება, თქვენ თვითონ მიცეთ ის. და ასევე რაც კაცებს მოგწონთ ქალებში და მათ ეს თვისება არ ეკნება, თქვენ თვითონ მიცეთ ის. ანუ ქალებმა აგრძნობინეთ მათ თავი როგორც მეფეს და კაცებმა აგრძნობინეთ თავი მათ როგორც დედოფლებს და ყველაფერი იქნება თავის ადგილას და ოჯახი იქნება ბედნიერი. იმიტომ რომ ყველას ეცოდინება ის, რაც მისი ბუნებითი წესია და არანაირი წინააღმდეგობა აღარ იქნება. ეს იყო ჩემი სათქმი.